ოპოზიციურმა მედიამ, ჩვენმა ოპოზიციამ საერთოდ რა, ჯერ ისიც კი ვერ მიხვდა, რომ ამერიკაში ტრამპმა მოიგო. იმიტომ რომ შენ რო იცოდე, რომ ამერიკაში იმ ტრენდმა, შენ რაც გეგონა აქამდე სწორი, რასაც მიყვებოდი, წააგო და სხვა ხალხი მოვიდა, ერთადერთი ქვეყანა, ვის იმედის გაქვს ამერიკაა. აი უბრალოდ თუ ტრამპის კეთილგანწყობა გინდა, შენ ხო ახლა უნდა შენი პროპაგანდისტული საშუალებებით აკრიტიკებდეს ქოცების ანტიტრამპულ ქმედებებს მათი წარსულიდან გამომდინარე. ეძებდეს კანონებს, რომელიც მიღებული გვაქვს ქოცების დროს, რომელიც ეწინააღმდეგება დღევანდელ ამერიკის პოზიციას ხოცებმა და USAID-მა და NGO-შტიკებმა კვოტირების კანონები და გენდერული იდენტობის პოლიტიკის დამცველი კანონები ერთად არ მიიღეს? ტრამპი ხო გამოვიდა ახლა ეძახის, რომ გიჟობა იყო საერთოდ. ხოცები აწვევიან ყველაზე ტრამპისტობას. იციან, რომ ტრამპს თუ რამესთან არ აქვს პრობლემა. პრობლემა არ აქვს, რომ კავკასიაში იყოს დიქტატურა. შენ თუ არ გინდა დემოკრატია შენს ქვეყანაში და შენ ფეხებზე კიდია რას გააკეთებ? ტრამპი რატო უნდა ღელავდეს საქართველოს დემოკრატიაზე? უბრალოდ შეხედეთ ვაშინგტონიდან კავკასია როგორ მოჩანს. და შენ ამბობ, რომ მე ვიქნები ხელისუფლებაზე უარესი და იმედი მაქვს იმაზე, რომ ამერიკა ისე ვიბრძოლებს დემოკრატიის დასაცავად საქართველოში. ბაია პატარაია რომ მოიყვანეს და ფსონი რო დადეს, ეგ არის დემოკრატიის დაცვა? პირიქით, ეხო სახელის გატეხვა იყო ამერიკისთვის. მოდი დავფიქრდეთ ხალხო. მოდი სამყაროს ტრენდს ნუ ავწდებით. მოდი დავჯდეთ იმ მესიჯ ბოქსზე, რომლითაც არჩევნები მოიგო ტრამპმა. და მოდი მაქედან ვაკრიტიკოთ ქოცები.